საღამოშტობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი აკაკი ასათიანი, ტრადიციონალისტთა კავშირის თავკაცი და თან აღმოსავლეთ ცოდნე განათლებით, ისე რომ ჩვენ ამ საკითხებზე აღმოსავლეთის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო აკაკი. სალამი. დიდი ხანი არ ყოფილხართ ჩვენთან. კი ბატონო. ბატონო აკაკი, ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდათ ადამიანებო. ამ სიტუაციაში ვართ, მოდით აი ამ მძიმე ვითარებით დავიწყოთ განხილვა. მე ვფიქრობ ჩვენთან ასე არ არის საქმე. მშვიდობა თუ რამე მიაღწია ოცნება, ეგ არის მშვიდობა. არა, საქართველოს არ მიგულისხმია, საქართველოს მიღმა. არა, ეს ამბავი ეხლა ჩვენ ადამიანს ჩვენგან შემოდადრეალდა ეს ყველაფერი, თორე იმას ახსოვს, თუნდაც ერთწლიანი მონაკვეთი სადმე აგრესიული არსებაა. ისინი მოინელა კაცო, მამონტები და უბედურება. ყველაზე უსუსურია ფიზიკურად, ხო, ცხოველთა სამყაროში. მტაცებლებს გულისხმობ, თორე ხა ბაჭიას კი მოერევა. მაგრამ ყველაზე სახიფათო და საშიში მხეცია რა. როცა ნაცია, სახელმწიფოა, ინტერნეტის როცა ამბიციები აქვს, ხო? ეს ამბიციების ჯახი მიდის. ეხლა ჩვენ რასაც ხედავთ, ეს არის აი ტიპიური როგორ ქიმერული ომებია ნინო იცი? აი ვინ რისთვის ომობს? აი უკრაინელები და რუსები ეხლა რისთვის ომობენ? თვითონ თუ მაინც ახსოვთ. 4 წელი მიდის კაცო. ხო? და უზარმაზარი მსხვერპლია რა. და თან ის ხალხებია, რომლებსაც განსაკუთრებით რუსებს კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია, ხო? აი ირანი და ისრაელი, ხო? ირანს ეგ პრობლემა მაინც არ აქვს. ეგ ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მას რო აქვს ისეთი უნდა 1,5 კვადრატული კილომეტრი თუ მეტი ტერიტორია აქვს, წყალი არ ექნება ხვალზე დასალევი. ისეთი ვითარება ქვეყანაში, ხო? ბიჭო, გადახედოს ამ რესურსების პატრონი იქით სპარსეთის ყურის გადაღმა არიან ეს არაბული საამიროები, ხო? დუბაი, აბუ-დაბი, ხალხი მე არ ყოფილვარ, ხო? ხალხი ჩამოდის გაუგნებო. იმათ მოახმარეს ამას კეთილდღეობას, მომავალს, იმიტომ რომ ეს ნავთობი ან ამოიწურება, ან გაუფასურდება და მანამდე ცდილობენ მოასწრონ, რომ ის მომავალიც უზრუნველყო. და ამათ ძველი იმპერიული აი რაღაც ნოსტალგიებით არის შეყრობილი. ნუ რუსიც, უკრაინელი ეხლა მოინდომა რომ ნაცია ვარ, გინდა თუ არა და ევროპაში უდიდესი ქვეყანა ვარ და ეხლა იმდეს მოახერხებენ. უდიდესი ქვეყანა აღარ იქნება. უდიდესი კი არა, ძალიან მძიმე შედეგებით შეიძლება დამთავრდეს. და იყო მინსკის შეთანხმება, არავის არ ახსოვს. და რა ეწერა, რომ დონეცკის, ლუგანსკის ვეტოს უფლება უნდა კონდეს ნატოს ფედერაციული სტატუსი ექნებოდა და იქ პარალელურად უკრაინული ენის რუსული ენაც უნდა ყოფილიყო. და მორჩა რა. და გარდა ამისა, ამათ უნდა ქონოდათ ვეტოს უფლება ნატოსთან ნატოსთან დაკავშირებით და ვინ იღებს და ვინ მიიღებს რა ნატო, რის ნატო, კაცო, რაზეა ლაპარაკი? და უღირდა უკრაინას და ზელენსკის. ნუ უღირდა მართველწრეებს რა. უღირდათ რა და ხალხი კიდე როგორ არის, იცი, მოდი ვთქვათ პირდაპირ, მე მათკენ ვარ, უკრაინისკენ ვარ, სხვანაირად არ უკრაინელებისკენ, თორე ზელენსკი რაც არის მარტო ჩვენთან უკრაინელები აღარ არიან. ხო, მაგრამ ეს ხალხი აი ნაცია იბადება რა. აი ეხლა არ იყო, მოდი პირდაპირ ვთქვათ და გულწრფელად. ეს არ იყო იმ ტიპის ნაცია, როგორიც ჩვენა ვართ, სომხები, თურქები, ნუ აღარ ვაფრეს ფრანგი, ინგლისელი, გერმანელი, ხო? სახელი ქვია განაპირა მხარე რა. უკრაინა. ბელორუსიას არ არქვენ, თუ პატარა რუსეთი არა ვარო, ნუ ბელორუსებს არ ედარდება თეთრი მაინც ქვიათ, ხო? და რუს ეგენი იყვნენ. ძველი სახელწოდება კიევია რა. ის მერე ტყის იქით განვითარდა ეს მოსკოვეთი. მოსკოვიას რო ეძახოდნენ, მაგრამ ნუ ვიღას ახსოვს ეგ ამბავი. ახლა რუსი კიდე თulis რომ მისდევს ბჟეზინსკიმ დაწერა თავისი წიგნში და ბჟეზინსკი იყო საშინელი რუსოფობი. ვერიტანდა რუსოს პოლონელი იყო რა. ამერიკელი კი იყო, მაგრამ ეს პოლონელი არასვენებდა პოლონელს. ისაუბრია მასთან და აი ეს მელაპარაკებოდა, მე პოლონელი ვარ, შენ ქართველი, აი ეს ამერიკელი ვარ კი არა.
ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ერთი ეს ქონდა ჩაციკლული რუსეთი, ხო? და იმას უწერია, პრინციპში სწორი. უკრაინის გარეშე რუსეთი სუპერ სახელმწიფო ვეღარ იქნება. ამათ ჩაციკლული აქვთ ახლა ეს რუსებს და დაძდევენ ამ მიახტენ ამ უკრაინას, ხო? ისინი დაესხენ თავს, რაც გინდა იძახო. თუმცა მინსკის ხელშეკრულება ახსენეთ და სწორედ ეგ იყო ერთ-ერთი ახლა იქ ვინ დაბრუნდება იქ რა? არცეც არ უნდოდა. არც უკრაინას, არც რუსებს, არც ამერიკას. უნდოდა ევროპას. გახსოვს ხო ფრანგები და გერმანელები იყვნენ შუაში. ხო, მაგრამ ამერიკელებმა იეჭვიანეს, რომ უჩვენოთ როგორ წყდება, უჩვენოთ ვინ იმღერეთა. რუსი ფიქრობდა, რომ ემანდ ესენი არ გაუკრაინელდნენ, იმიტომ რომ ის რუსულენოვანი, პრინციპში რუსული მხარეებია დონბასი. და ყირიმიც, ხო? და ემანდ ახლა თუ დარჩა უკრაინის შემადგენლობაში, ორიენტირებული იქნება იმაზე. უკრაინელი ფიქრობდა, რომ ეს ცოტაა და ეს ემანდ არ დავკარგო და აი ნაპერწკლებმა გააჩინა ხანძარი. ყოველ შემთხვევაში, ჩემის აზრით, უკრაინული მხარეც ძალიან სწოდავს ამ ომში და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მოვხდარიყო. იცი რა? ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, ზელენსკი თმობდა შვილს რომ მომაკლინებ, მე ხშირად არა, ეწერათ ნეიტრალიტეტი. ეწერათ კაცო კონსტიტუციაში. არ შევდივარ, არა ყველაფერს მოვდნენ რა, პოლიტიკურად. ეწერათ რა პრეტენზია უნდა ყოფილიყო. არა, ნუ პრეტენზიები იყო და ყველაფერი გააკეთა ზელენსკიმ. და ეწერათ ნეიტრალური სახელმწიფო მორჩა და გათავდა. ნუ ეხლა ასე იყო. ამიტომ ეს ლაპარაკი ნატო შემოვიდა ჯერ ერთი ის დამოუკიდებელი ქვეყანა. ამას უნდა შეეგუოს რუსი. რიტორიკა არ გახსოვთ ომის წინანდელი უკრაინული რიტორიკა ნატო. არანაირი არ ქონდა პირიქით. ავიწყდებოდა რომ ნეიტრალიტეტი ეწერა კონსტიტუციაში. 2/3 კონსტიტუციურ ცვლილებას და არ ქონდა 2/3 პარლამენტში. კაი, ნუ ვიკამათებ. კაი, ნუ ეს უკრაინასთან დაკავშირებით, ხო, და რუსეთ-უკრაინას. ეხლა რაც შეეხება არა, ერთი კი მინდა ვთქვა, რომ კატასტროფა არის აი ტრამპი ამ შემთხვევაში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს. არც რუსეთზე, არც უკრაინაზე. სხვათაშორის თუ აღმოსავლეთზე გადავალთ, არც ირანზე, არც ისრაელზე. და აქ აი რო იძახო და ერთ კვირაში მორჩებია, ხო? ნუ იქვე ჩანდა რომ კაცი ვერ იაზრებს რასთან ექნება საქმე. თქვენ მოელოდით რომ აი ასეთი ტრამპი შეგრჩებოდა ბოლოს მსოფლიოს? არა, კი რა თქმა უნდა, მე მისკენ ვიყავი მერჩივნა, იმიტომ რომ ის იყო ვისაც ახსოვს ჩერნენკო და ტვინი წაიღეს ამ დემოკრატებმა თავისი ამ LGBT პროპაგანდებით და აი ეს ამ ტალღაზე მოვიდა ესა. კაცია, ქალი, აბა ვინ არის კაცო? დიდ ბრიტანეთშიც კი, მე რომ კითხო ყველაზე ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციის ქვეყანაში მესამე სქესი არ არის რა, დააკანონეს ახლა. და ტრანსვესიტ ქალებს არაძლევენ ქალთა შეჯიბრებებში გამოსვლის მონაწილეობის. ნუ სწორია ხო, იმიტომ რომ უპირატესობა ფიზიკური აქვს იმ ქალებთან. მაშინ ვათამაშოთ ფეხბურთი ერთმანეთთან, კაცები და ქალები, ხო გესმის რაც მოხდება? კი, მესმის. ხო და ეს არის, ტრამპი პრობლემა რა, იმ გაგებით, რომ უაღრესად არაკომპეტენტურია რა. კი მოკრიბა ახალგაზრდები, ენერგიულები, თქვათ რუბიო იქნება, ჰექსეტი იქნება, ის ვიცე-პრეზიდენტი, სიმპათიური ხალხია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი განცხადებები იმ წუთში რომ გრენლანდია მოდი, ამას მუშაობა უნდა, რა თქმა უნდა ამას გაცხადება. გრენლანდიამ გადადგა ნაბიჯი, ჩაატარა არჩევნები და ხვალზე დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, რომლის წინააღმდეგ დანია ვერ წავა. და მე შეიძლება ფარული მოლაპარაკება, ხო? და მე დარწმუნებული ვარ, ამას კი მიაღწევს. მაგრამ ეს ბაქი-ბუქი კავბოური ვითომ, ხო? ეს კინოში არიან კავბოები, ეგეთი მაგრები თორე, რა კავბოები, ის კავბოები კაცო. მე ძროხე ბიჭები არიან, სახელი მეც კი არაფერს ნიშნავს. ძროხის ბიჭია რა. და ახლა მე შესანიშნავი შვიდეული შედევრია და ახლა სიამოვნებით უყურებ, მაგრამ ის საერთო არაფერი აქ ნამცინამდვილესთან. აიღეს იაპონური 7 სამურაი გადმოიტანეს და სამურაები ამას მართლა შვებოდნენ, გლეხებს იცავდნენ, სხვადასხვა მათი ეს რა ინდობა, მათი აზნაურობა, სამურაები. ამით ჯობდა აი ჩვენსაც და ევროპულს. ნუ ჩვენ უფრო ნორმალურად ვექცეოდით, ხო? და ევროპელებში ნახო ძალიან ისეთ დამოკიდებულება იყო და დაბიოთა მიმართ და იაპონელები არა.
ეს მარჩენსო. თუმცა ჩვენთანაც ხო გლეხი კაცი რა ამოწდეს საქართველოს დაძაბუნდეს ამბობს მარაბდის ომის წინ. თავადი კაცი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ პრობლემაა რა. პრობლემაა და ჩვენსაც პირივარ და მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას მართავს კაცი რომელიც აი გლობუსზე რო უთხრა უკრაინა ახლა შეიძლება იპოვოს, მანამდე ვერ იპოვიდა და ნუ რუსეთი იმხელა რომ ხელს ვერ ააცილებს რა. არის და აღმოსავლეთიო ბრძანებდი რა. რას ამბობდი აღმოსავლეთში? კი, აი ომი დამთავრდა. ისრაელი და ეს არ დამთავრდება. არ დამთავრდება. ეს არის შესვენება, ეს არის ზავი. ის კი არა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფოშმა, სარდალმა ფრანგების, ნუ გამარჯვებულები იყვნენ მაშინ ფრანგები და ინგლისელები თქვა რომ ესო ზავია, დაზავებაო. და პოანკარემ თქვა პრემიერმა რომ 20 წლის მერე თუ მივიომეთ, წავაგებთ კატასტროფულად, რაც მოხდა კიდე, ზუსტად 20 წლის შემდეგ რა. ეს ზავია რა, ირანი ამას არ მოეშვება და რა თავში იხლის იმ ბირთულ იარაღს კაცმა არ იცის, აი რა თუნდა ხო? და ისრაელი კიდე, მოდი ასე ვთქვათ, მე ვთვლი რომ მართალია იმ თვალსაზრისით, რომ მას ესხმიან თავს გაუთავებლად. მას სულ ესხმიან თავს, ისრაელი თავს არავის არასდროს არ დასხმია. ხალხს ჩვენთან ავიწყდება, ახალგაზრდებსაც, ჩემებსაც კი ხო და აღშფოთებულები არიან ხოლმე. ძალიან ბევრი 18-20,000-მდე ბავშვი და ის შეიძლება არა ისიც არ შეიძლება არა წლების ერთი 7 ოქტომბერი რაც აქნეს ესე მუხანათურად დახოცეს გასართობად მისული ხალხი ქალი ბავშვი მოხუცი ახალგაზრდა მეორე ერთი მთელი ამ წლების განმავლობაში ხან ავტობუსს ააფეთქებენ ხან გაჩერებაზე დანით დაჭრიან იმ რაკეტებს უაზროდ ისვრიან და სადეცემა ვისეცემა დაუთმეს ეს ღაზის სექტორი აყვავებული კუთხე მორწყვის სისტემით როგორც აქვთ ისე უდაბნო ააყვავეს ხო იქაც იგივე დაგლიჯეს ის მილები და რაკეტები გააკეთეს იმათგან და ცხოვრობენ დახმარების ხარჯზე მსოფლიოსი და ეხლა არიან ყმუიან არიქა ვიღუპებით და ხო შეიძლება და მიეხედათ ხალხია რომელიც არაბებს არ უნდათ არსად ხო შეიძლება ვინმე შეიფაროს არა გული აუჩუქდეს ტერიტორია არაბული ქვეყნების რო ნახო გრანდიოზული ტერიტორია უზარმაზარი აფრიკის ჩრდილოეთი მთლიანად საუდის არაბეთის საამიროები ერაყი უზარმაზარი სირია ნუ კაი იორდანია იმხელა არ არის მაგრამ საქართველოზე ბევრად დიდია ნუ ლიბანია პატარა არ უნდათ არსად მათი სახელის გაგონება ხო ხო და ნუ ახლა ამანაც აიღო ბიბიმ გადაწყვიტა ნუ აი შეცნობაა რომ რაღაცა საკითხს ბარემ დაამთავრებს ვერ მთავრდება ეგეთ საკითხები. აი რაღაცა გეგმა, იმედი მაქვს, აქვთ, რომ სადამდე მიდიან. რა ეთყობა რომ გეგმა აქვთ? არ ეთყობა მართლა. არ ეთყობა რომ გეგმა აქვთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ეს არ დამთავრდება რა. ჰამასი არ მორჩება, ისი ჰეზბოლა არ მორჩება, ნუ ირანი ვისაც მართავს. ხო, ირანი ამას ჩაიხვევს ეს ხო არ შეეგუება, იმიტომ რომ პრაქტიკულად წააგო გამოჩნდა რა ამხელა ქვეყანა 100 მილიონი კაცი, ამხელა ტერიტორია და 10 მილიონიანი ნახევარი საქართველოს არ არის, მესამედია საქართველოსი. ქვეყანამ ისე დაბომბა ერთი თვითმფრინავი ვერ გაკაწრეს. ხო თქვენ გავიწყდებათ რომ აქ ამერიკული ფაქტორი ძალიან დიდია. და ამათაც ქონოდათ რომ ნუ არა ამერიკული ფაქტორია ბოლოს რომ დაბომბა იმ თვითმფრინავში ებრაელი ზის. იმის სარდალი ებრაელია. ის გეგმავს, ის მიფრინავს, ის ბომბავს და ჯერ ერთი აწარმოებენ თვითონ. ამერიკული ფაქტორი რა, ებრაული დიასპორა ეხმარებათ ფინანსურად. და ებრაელები ჩადიან და სადაც გინდა იყვნენ, დიდი ნაწილი ჩადის და ომობს თავის ქვეყნის დასაცავად. არიან აი მართლა ჯიგრები რა ამ ხრივ რა. ხო და ფეხქვეშ გაიდეს ამხელა ქვეყანა. ირანი. ეს არის მთელი ირანი რა. ამიტომ ირანსაც არ ვიცი შიგნით იმედი მაქვს ისინი რა საჭირო იყო საერთოდ მიზეს როგორ ხსნით აი რა გააკეთა ისრაელი რა გააკეთა და ბირთულ იარაღს ამზადებს და ნამდვილად ამზადებს კი ხო ახლა მეზობელი რა და რა შედეგს მიაღწია აღარ ამზადებს ახლა ბირთულ ერთხელ კაიხანს ვეღარ დაამზადებს ეს მაინც არის ნუ რამდენიმე წელიწადი დაჭირდება იმის აღდგენას ეს სულ ცოტა რაც დაინგრა
თორე ის ალბათ გაარიდა ის გამდიდრებული ურანი, ხო, მაგრამ ის დანადგარები, ის ქარხნები, სადაც ეს ყველაფერი კეთდა. იცი რა, ბომბს აი უნივერსიტეტში მესამე კურსელი ფიზიკის სტუდენტებიც გააკეთებენ. ბომბი პრობლემა აღარ არის. ბომბის მიტანაა პრობლემა. ხო და აი ეს ამბავი გაუნადგურა რა. თვითონ ის ქარხნებიც არ არის კაი დღეში. ამიტომ ნუ გადადო მაინც ეს. ბიბის როგორც თქვენ უწოდეთ, ცოტა აქ საქმე. ბატონო, რატო? ხო, არ ვიცი, შიგნით გამოსულა. გაბრაზდა თქვენი საყვარელი ტრამპი, როგორ პროკურატურა ტრამპი ხან ბრაზდება, ხან ჯერეთი ისრაელს ვერ გაწირავენ. ყველას წირავენ, ჩვენ გვახსოვს. არა, უშუალოდ მისი პასუხისმგებლობაზე არის. იცი რა, სამხრეთ ვიეტნამელების აგერ ახლახან ავღანელები გაწირეს თავის მომხრეები, ხო? ესე იციან, ხო, უცბად აყრიან მედია, მაგრამ ისრაელს ვერ გაწირავენ. მთელი ფინანსური ოლიგარქია, მთელი მედია ოლიგარქია, ჰოლივუდი. ებრაელური, რა თქმა უნდა. ებრაელებისა, დიახ. ისინი სახელმწიფოც ეხმარება ისრაელს, შეერთებული შტატები თვითონ ისინი ეხმარებიან. და ყოველი ებრაელი სადაც გინდა იყოს, რამდენადაც შეუძლია ეხმარება. და თვითონ ისრაელში, ხო? მე გეუბნები ნათანიაჰუს პირად პასუხისმგებლობას, ბატონო, აგერა პასუხისმგებლობა რა, ხო, ხაუჩივია, დემონსტრაციებია, მაგრამ ისიც ესმით, რომ კაი ნათანიაჰუ რო ეხლა წავიდეს რა ისეთი ვაკუუმი. როგორ ფიქრობთ არჩევნებზე მოიგებს ის მან ბლოკებით იგებენ, ცალკე პარტია ვერ იგებს ისრაელში, არ მახსოვს ეგეთი რამ, აი ლიკუდს რო ამბობენ, ბლოკი 1-6 თუ 7 პარტიის. ნუ მემარჯვენეები არიან რა. მეორე, ნუ მარცხენები არ მახსოვს ახლა. ხო, მაგრამ ვინ იტყვის რომ დავნებდეთ? თუმცა სხვა ის არის, იცით, რაღაც დამოკიდებულება მისადმი, არც თუ ისე კარგი. ნათანიაჰუ ჯარისკაცი იყო. ისრაელში ვერ გახდები პირველი პირი თუ ნაომარი არ ახარ შენი ქვეყნისთვის. ჩვენგან განსხვავებით. და მაგის ძმა ბიბი იყო ენტებეში, უგანდაში. მოაწყვეს იმ ძევლად აიყვანეს ებრაელები. პალესტინელებმა ვიღაც ოხრებმა და იმ უგანდაში მაშინ ის იყო ეს ცხოველი კაცი ჭამია რო იყო და ისინი იცავდნენ ამათ და ისრაელიდან უგანდა რო ნახო თვითფრინავით გაფრინდნენ ორით ის გაანეიტრალეს მთელი ეს ტერორისტები და ეს ხალხი გამოიხსნეს ერთი ქალი დაიღუპა ძევლებიდან იმიტომ სამოწყოფოში იყო მაშინ ცუდად გახდა და ამაში მონაწილეობდნენ ბიბიც და მისი ძმაც ბენი რომელიც ერთადერთი მის დაიღუპა ამ ოპერაციის დროს მისი ძმა იყო ახლა ეს ფაქტორია გესმის ემოციური ფაქტორია სერიოზული. ახლა არ უნდა ხელმძღვანელობდეს ამით, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი და ქვეყნის სათავეში მით უმეტეს. მაგრამ ქვეცნობიერად შინაგანად ახლა ძმა რომელიც კი ამაყებოდა ხო ვაშკაცი კაცი კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყოს არ უნდა ხელმძღვანელობდეს, ეს იყოს პირველი. არ უნდა ხელმძღვანელოს, მაგრამ ვინ აცლის რომ და 7 ოქტომბერი ირანის შეკვეთით და შეიძლება რუსებისაც იმით რომ პუტინის დაბადების დღეა 7 ოქტომბერი. თუმცა ისრაელთან ურთიერთობა რუსეთს რუსი ერთმა ებრაელმა პოლიტოლოგმა ბელკოვსკიმ თქვა რომ ისრაელის და ებრაელების ბედადო პუტინი თვლის რომ სოფლიოს ებრაელები მართავენ და მაინც უფრთხისო. ხო და მე მგონი მართლა ეგრეა ხო იცი. მართლა ეგრეა. არა თან ისიც ესმის რომ გინდა არ გინდა რეგიონში სერიოზული ძალა ყველაზე სამხედრო თვალსაზრისით არის ისრაელი. ეს არის ფაქტი, მტკიცდება ყველა ომის დროს. გნებავს არაბებთან 4-5 ერთად ამარცხებდა ერთი წინათან ესხმოდნენ ვიმეორებ თავს. რა უნდა ხოძე მე რუკა წალეკავ კაცო ამ ტერიტორიას არ უკას დავხედოთ. ეგვიპტე, სირია, იორდანია თავიდან ერაყის ეხმარება დაესხენ თავს 48-ში დაესწნენ წინა დღის გამოცხადებული იყო ისრაელი. გააცამტვრეს. როგორ მოიგერიეს დღემდე არ ვიცი. 68-ში დაესწნენ, არანაირ საქმე უქნეს 7 დღიან ომში რა. ისეთ მოთხარეს, რომ საბჭოთა კავშირმა დავსუეცის არხზე გავიდნენ, გადადიოდნენ უკვე. კაირო და რჩებოდა რაღაცას. და დაურეკა ამერიკას იქნებ გააჩერო, რომ იძულებული გავხდებით ჩავერიოთო და გააჩერეს ამერიკელებმა.
1915-ში მახსოვს კიდე დაესხნენ თავს და პირველად ჩამოაგდეს ებრაული თვითმფრინავი. გამოძეძგილები იყვნენ საბჭოთა თვითმფრინავებით და ტანკებით. და ისევ წააგეს არაბებმა. მე ანვარ სადათი იყო, ჭუა იყო და შეთანხმდნენ. სინას ნახევარკუნძული დათმო ისრაელმა დაკავებული ჰქონდა და შეთანხმდნენ ამას. მე საერთოდ გონია თავიდანვე რომ ეფიქრა ვინმეს სანამ პალესტინელები ნორმალური ხალხი იყო და არაბებში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული თემი იყო პალესტინელები. ყველანაირად განათლებით ეს მეერე გადაგვარდნენ ახლა, ხო? და ისრაელი, იერუსალიმი, ხო, ესენი მაინც აგერ უკავია და ტრამპმა რომ გადაიტანა დედაქალაქ როცნო, რა მოხდა რომ? არც არაფერი. მაგრამ ყველას აწყობს ჩემო ნინო, რომ იქ ღვიოდეს, რომ ხელი აფათუროს, აწყობს ამერიკელს, აწყობს რუსს, ყველას აწყობს. ეს არის მთელი პრობლემა რა. ისევე როგორც უკრაინის ომი. აწყობს რუსს, აწყობს ამერიკელს, რუსი შავდება და ზარალდება, ხო? აწყობს ჩინელს, რომელიც რუსის მეშვეობით ეომება დასავლეთს, აწყობს დასავლეთის სამხედრო მრეწველობას, რომელიც ახლა 5%-მდე იზრდება ნატოს წევრი ქვეყნების, ხო? მთლიანი პროდუქციის არ აწყობს საწყალ უკრაინელებს რა. თორე რუსებს ეტყობა აწყობთ, იხოცებიან და მაინც მიდიან რა. ეხლა ისე ცხოვრება აქვთ მოსკოვის და პეტერბურგის გარდა. იმას ომი ჯობია რა. აქვს ჩვენთან ილუზიები რომ მოსკოვში ჩავლენ პეტერბურგში. ნინო ჯობია, არის ცხოვრება მოსკოვის და პეტერბურგის იქით. ეს არის მრუმე ცხოვრება. უკეთეს ჩვენთან იცხოვრება? თბილისსა და დიდ ქალაქებში. ახლა გარეთი რო არის ცხოვრება ნორმალურად თბილისში მოსკოვში. მოსახლეობის მესამედმა მოიყარა უკვე თავი. თბილისში. გახსოვთ ზიად გამსახურდია რო ამბობდა, შეიძლება 3 მილიონი ქართველი თბილისში. ხო, ზიადი ამბობდა ქვეყანა უყვარდა და ახლა არც მე ისე თქვა მინდა. ესე შეიძლება ვთქვათ რომ მოდი ვიომოთ მე რა. თბილისის იქით არის ცხოვრება, ჩვენი მიწები გაყიდულია. ქართველს უჭირს. ჩვენი პროვინცია რუსებთან შედარებით, სადაც გარდა აი ნავთობმოპოვებელი ცენტრებისა და ისიც იქაური მართველების ხელში მიდის ფული, მაინც უფრო როგორ გითხრა, აი უფრო ნორმალურად ცხოვრობს რა. ვიდრე იქ ძალიან პირქუში ცხოვრება, თან კლიმატი რა. ესე იგი ახალგაზრდობაში ვიყავ ნამყოფი და ახალგაზრდობაში ყველაფერი გიხარია, ხო? მე მომიწია ომამდე 2006-ში თუ ხოჭ აღარ მოსკოვში. დაწკრიალებული მოწესრიგებული აშედარება რაც იყო იმასთან, ხო? მოსკოვი და პეტერბურგი. ხო, თუ გავუთვალისწინებთ რომ მოსკოვის ერთ გამზირზე, მაგალითად ლენინგრადის გამზირზე 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ხო. და ჩვენ 3 მილიონი არც კი ვარ. და ნახე როგორ გვიჭირს ცხოვრება. ასე მეხიკოში ცხოვრობს ორჯერ მეტი ვიდრე მოსკოვში რა. კი, არა, მე რას ვამბობ, იცით რომ ჩვენ ასეთი პატარა და მიწათმოქმედება არ გვაქვს, სოფელი აღარ გვაქვს. არ უნდა თორე არ უნდა არავითარი мотиваცია არ არსებობს. აბა მოხსნან გადასახადი პროდუქციაზე, სასოფლო სამეურნეობაში. ხო, მაგიტომ ამბობ. არა, თან ყველა საინტერესო ისა რომ ნახო, შემოსავალი საიდან რა მოდის, სოფელს იმხელა შემოსავალი ჯერ არ შემოაქვს, რომ ეს დაეტყოს ბიუჯეტს. ხო? განთავისუფლე 1-10 წლით ხორბალი, სიმინდი, აი საკვები რა, მესაქონლეობა, ხო? რო გლედა მიეცი мотиваცია. განთავისუფლე რომ სტიმული ხო უღირდეს. აქ კი არა ტაქსის შეიძლება საიდანვე შემოქონდეს საქართველოს. ნამდვილად სირცხვილი. ბიჭო ქიზი ეყოფა პურს. დასავლეთში სიმინცო და ქვემო ქართლი, ბოსნეული. ეყოფა გავიტანთ. ესე ძიაც ქონდა ესეთ პროგრამა გახსოვთ. ბიჭო ქონდა და სწორი ქონდა. სწორი ქონდა, რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეული რაიონი უზრუნველყოფდა საქართველოს. უყვარდა ეს ქვეყანა და ფიქრობდა ამაზე. თორე პრივატიზაციაც ხო ბერსოთ ლიკინებენ აქ რომ არ ჩაატარა რომელი პრივატიზაცია, პრივატიზაციას რო ეძახოდნენ რუსეთში. ფოჩი 4 ქარხანა უზარმაზარი რო დაყიდეს ლურსმნიანად, ჯართად. შევარდნაძის ნაცავებმა.
ასეთი ქართველების ხელით გაიძარცვა არა, რას ვაპირებდი, დაგწუდა ვაპირებდით. მაგალითად, აი კომუნალური მეურნეობა, ხო, სადალაქო, სამრეცხაო, აბანო, ხო, ეს კვების ობიექტები რა თავში იხლის სახელმწიფო რესტორანს, კაფეს, ხო, კაბარეს, ბარს, სასტუმროები. ამით უნდა დაგვეწყო რა. მე მსუბუქი მრეწველობა და კვების მრეწველობა პირველ ყოვლისა ისიც კერძო მეღვინეები თქვა, ხო, ხილის წარმოება. ასე მოხდებოდა ეს ნელ-ნელა. აბა რაც დატრიალდა ეს. თვითონ სოფლის მიმართაც ზვიადის ხმანერად. სოფელი მე ვთვლი რომ არ ვიცი რას ფიქრობენ, იმიტომ რომ აი ინგლისიც კი, რომელიც თვითონ ინგლისია, ამერიკა ყავს, ავსტრალია, კანადა, ვინ დაამადლის საჭმელს ან სასმელს, ხო? კანადა და ავსტრალია და ახალი ზელანდია, ეს არის აი კარგი შვილები რო გეყოლება ამერიკა, ერთი უძდელი შვილი ყავს, მაგრამ ეს სხვა თემაა, ხო? ბრიტანეთს? ხო, და ტეჩერი რომ მოვიდა სურსათით იქმაყოფილებდა თავს 20%-ით. მეტით არა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ცხოვრობს 90%-მდე, 10%, მაგრამ ჰოლანდიაში 95% ცხოვრობს და ის 5%-ს გააქვს გარეთ, არამც თუ ჰოლანდიას არჩევს. ტეჩერმა თქვა მარტივი რამე. უსაფრთხოების ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. აი ვთქვათ, რატომღაც ვერ გვაწვდიან რა საჭმელს. და რა 20% ვისეყოფაო რა. რო წავიდა ტეჩერი, დიდხანს იყო. 65-ზე იყო ასული უკვე. ანუ ქალმა ყველაფერი გააკეთა. კერძო სახლები საკუთარი. ასევე 25-30%-ს ჰქონდა, აიყვანა ისიც 60-70-ზე. ხო? აი ეს სახელმწიფოებრივი მიდგომა. ადამიანები ფიქრობენ თავის ქვეყანაზე და სახელმწიფოზე. ეხლა გადმოვიდეთ საქართველოში. გადმოვიდეთ. აი ამის ფონზე განსაკუთრებით ნახეთ ჩართავ ტელევიზორს. რაზე არის საუბარი? საუბარი არის მხოლოდ აი ოპოზიცია ლაპარაკობს არჩევნებში მიიღე, არ მიიღე, ნუ ეს საგიჟეტია სრული. მანიპულირება ეროვნული თემებით. არა. ოცნების მხრიდან. როდის მე გახდნენ. ეხლა დათო თარხანმოურავი მე რაც ვიცი სულ ასეთია, ხო? კონსერვატორი დაჯერებული. რა თქმა უნდა. ესენი გვახსოვს თუ არა რომ სოცინტერნში რო შევიდნენ? და მათ ბლოკში შემავალი პარტიები რო აი ახლა ის ალდე რო ქვია, გიორგი პირველის ცოლს ერქვა ოს ალდე, ხო? ის თუ იცის ვინმე რას გადაგებს ის ალდე. იგივე ორიენტაციის თვალსაზრისით, იქ რო შეცვლიდნენ და ზოგი ახლაც არის ოპოზიცია თუ პოზიცია. სოცინტერნში ხო იყვნენ. გამოაგდეს იქიდან, თვითონ კი არ გამოვიდნენ. გამოაგდეს სოცინტერნიდან. რა გინდა სოცინტერში? ეხლა მიქადაგებენ კონსერვატიულ ფასეულობებს. ხო, ეს მშვენივრად არაფერი შეხედეს, რომ ეს თემა ისეთია, ეხლა ნუ წავართმევთ ივანიშვილს და არა სხვებს იმას, რომ მან გამოიცნო ტენდენცია, ტრენდი სოფლიოში, ხო? ამოუვიდა ხალხს ხელში ეს. ნელი გამოსაცნობი არ იყო ახლა. ხო, მაგრამ ვერ გამოიცნო ოპოზიცია. სანამ ბიძინეევანიშვილმა გამოიცნო, ჩვენ დიდი ხანია გამოцნობილი. ხო, მაგრამ ოპოზიცია ვერ გამოიცნო, ხო? არა, ოპოზიცია მომართულია ამით, ის რატო მომართულია და იმიტომაც კარგი დახლი უდგათ. დადიან და ბიჭო, ვეუნე ბრიუსელი და ვაშინგტონი არ არის თქვენი ამორჩევლები დასახლებული. საქართველოს ყნეთში არ ადიხართ არჩევნებში. ტელევიზორში გამოკრა, ტელევიზორში თავის ელაპარაკებია. ეგენი სადაც გამოდიან ის ტელევიზიები, მათი ისა ტელევიზიები. ანუ გიჩემთან, გინდა ჩემთან ველაპარაკო და გინდა მე და შენ ამდენი ხნის მეგობრები ვართ ეროვნულ მოზეებში და ვკამათობთ ხოლმე, კაცო. და იქ ვინმე მოკამათე გინახავს, ასევე ამ ტელევიზიებში. დააჯდებიან ერთმანეთს, დაუჯდებიან და მიდი, ხო ასია აბარა და თითქოს პრობლემა არ არის. არაფერი. თითქოს ეს მიწა პრობლემა არ არის. თითქოს დემოგრაფია პრობლემა არ არის. თითქოს ამდენი მიგრანტი პრობლემა არ არის. ოპოზიცია არის გაყიდული აგენტები და ეს არის პრობლემა. არანაირი პრობლემა ეს ოპოზიცია. ყველაზე კომიკური რა არის, ნინო, ხო? გასვოს ჩვენ გვეძახოდნენ კომუნისტები რადიკალებს და ვიყავით. არა, ვიყავით, ხო? არა, თუმცა ესეთ რაღაცებს არა, რადიკალური მოთხოვნა იყოსა დამოუკიდებლობა. მოთხოვნა ნამდვილად იყო რადიკალური. ამათ რო რადიკალებს ეძახიან, ესენი ვინ არის? რისი რადიკალები არიან, კაცო? მე განსხვავება რა არის, იცით? ესენი თავის საქციელით არიან რადიკალები და ჩვენ ესე არ ვიცით. არაფრით არ არის, კაცო. იდეას არ ვაჭუჭყიანებთ. ჩვენ საქციელითაც ვიყავით, ეხლა შენ მაინც გაჩერ. ბიჭო, ვინმეს რო ამის მიასედი გაებდა ხელისუფლებიდან.
რასაც ეხლა ბედავს ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ. რა დღეს დავათებდი? პოლიციელებს როდის ვესროდით ახლა? არა, პოლიციელს არ ვესროდით. ხო, აბა ახლა მოთხოვნები და მიტინგები და 9 აპრილამდე ძიძგილაობდით პოლიციასთან, მე მიმიღია კაცო უშუალოდ ჯგუფში. ეხლა პოლიცია ქართველი ხალხი 9 აპრილს დადგენენ, ხო? თავისი ქვეყნის. მე პოლიციელმა მილიციონერმა გადამარჩინა 9 აპრილს ქართველები არიან და დადგენენ ჩვენსკენ კი არა. თავისი თვისწამებისკენ სხვა შორის 56 წელსაც კი. აი სტალინის გამო გამოსვლების სინამდვილეში შენიღებული იყო ეროვნული სულისკვეთება სტალინით და მართლა უსამართლობა იყო დღეს ბავშვეუნები რომ სტალინია მსოფლიო გენია და უცბად უცხადებ რომ კაცი ჭამია და უბედურება ახლა ეს ახალგაზრდა კაცისთვის ამბავი იქნებოდა ხო მაშინ იქნებოდა როგორც რაღაც ეროვნული შეურაცხყოფა რა თქმა კაცო ბაბუაჩემი ვერ იტანდა კომუნისტებს დაიჭირეს დახვრიტეს მერე და სტალინი მოწონდა რატო თვლიდა რომ ქართული გენის აი მაქსიმალური გამოხატულება მართავს ერთ უზარმაზარ ქვეყანას და სოფლიოშიც აი ბევრს ხო ისიც კი და მაშინ მილიცია განაიარაღეს 56-ში შეეშინდათ რომ დადგებოდნენ ხალხისკენ და ნუ პისტოლეტს მაინც ესროდნენ რა აი ესე მოხდა ხო და ამ ფონზე და ჩვენც კიდე ხო სულ მახსენდება არის ხო შეიკრიბებიან რაღაცა შეძახილებია და მახსენდება ხარმია დასახელება იმათი ორი ჩვენი აქტივისტი დაიჭირეს ერთ სხვაშორის ოსი იყო ეთნიკურად ხაშურში რაღაცა სისულელეზე რაღაც ჩხუბი მოვიდათ მებუფეტესთან თუ ხო და იმ ხელა მიტინგი მოაწყო გამსახურდია მაგარ რომ ესე იგი რომ დავიწყეთ მიტინგი რა ასე როგორ მოახა ხაშურიდან ითინო აი 1 საათ ნახევარში როგორ მოასწრეს განთავისუფლება ჩამოშო ბორჯომელი და ახალციხელი ჩვენი თანამებრძოლების დაჭერის გამო კგბ-ს ზამდებოდით იქა და რა ამბავი იყო სუკის შენობა ხო და ასე იცი რა მაგრამ იცით რა აი ამაში აი მე ეს გამართლებული რადიკალიზმი იყო კაცო მაგრამ მე ისი თქვა მე არ მოცანა განსაზღვრავდა ჩვენი ეხლა რისთვის იბრძვიან ვინა შეუძლია მეთქვა ხო არ ვიცი რა დროს შებიფრიალებს ევროკავშირი, ამერიკა, ხან გერმანია, ხან უკრაინა. ამ დროშებით და უკრაინა. ამ დროშებით უნდა იფრიალო კაცო. იმ ურთიერთობებში მაინც იყო რაღაცა იცით დარჩენილი რომ არ ვიცი ხა მე ხანდახან დაიძაბებოდა როგორ არა კაცო როგორ არა თვითონ მილიციელები ვახტანგ გვარამია შესანიშნავი კაცი მე მეგობარი უკვე წესიერესი რომან გვენცაძე რა ეხლა უცბად ვერ ვიხსენებ ჯიმი მიხელაძე ხო შოთა გორგოდაც სოფელში ისეთი კოლორიტული კაცი იყო კაცო ერთად გადავფრინდით ბიჭო გაგობევნო რა გინდათ ბიჭო გაგობევნებოდა ხო თქვენი კარგად ყოფნა ეს არ კარგად ყოფნა არა ხო და იცით რა არის ჩვენი მხრიდან და იმათი მხრიდან ესეთი დამოკიდებულება არ იყო რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ არ იყო ნამდვილად არ იყო ამდენი გინება არა უშიშროება იმუშავა ნუ იმის და მაგრამ მაინც ვერ მოახერხა ბოლომდე რომ ნუ ახლა ესე რა ეხლა იქ იყო ძალიან სერიოზული პრობლემა უშიშროების არ მინდა ამას ლაპარაკი არ მენახა ჯობდა რა რაც ვნახე ვინ და როგორ იყო რა და სიმართლე გითხრა შემეძლოს შემენახა რა ესაბუთები მაგრამ სულ მახსოვს პომპეუსი და მარკუს ავრელიუსი რომლებსაც მიუტანეს სია წერილების მათის მოწინააღმდეგეები ერთმანეთში რომ რაღაც შეთქმულებებს აწყობდნენ და რაღაცა და ერთმანეთს და მეორემას თქვა რომ იცი რა დაწვითო ისეთი სიბინძური არა და მიჩევნია არ წავიკითხო იმიტომ შენ რომ თავი ვერ შევიკავო ანუ თქვენ ნახეთ სია რამაც ნახო ნუ ზიადმა მაჩვენა რა ჩვენ ხო ჩამოვიტანა და ძალიან ბევრი იყო ალასანიას მამამ ჩამოვიტანა მამია ის გაგზავნა ზიადმა დაავალა ბატონ ვახტანგს გვარამიას და ბატონო ვახტანგმა მამია ალასანიას უთხრა ის უშიშროების პოლკოვნიკი თუ პოლკოვნიკი არ მახსოვს ნუ გვარამია იცით ხო აი ეხლა გეკითხებით ბევრი იყო ჩვენი მხრიდან პარლამენტში იყო კი რა თქმა მარტო ჩვენში იყო 200-ზე მეტი და ალბათ რამდენი ნაცნობია რა და შეიძლება მეგობარიც კი მეგობარი არა და ნაცნობი სამწუხაროდ კი მართლა ძნელია ამის გაგება არა ეგ ერთხელ იაკოვლებმა თქვა სავში მაშინ ახლა მე არ ვიცოდი და იმისაშო არ იყო ესა და აქ რო იყო ჩამოსული პერესტროიკის შუა ხანებში და ის ხო იყო პერესტროიკის მამამთავარი ერთ-ერთი და იდეური მამაც ეგ იყო და
იმან თქვა რომ გირჩევნიათ არ ნახოთ ითხოვდნენ გამოქვეყნებას მე ნახა გირჩევთ არ ნახოთ ძალიან ძიმე ინფორმაცია. ნუ ასე იყო რა. და აი ხა დღევანდელ სიტუაციას რო დაუბრუნდეთ, აი თქვენს თქვით, ხო, ტეჩერმა რატო გადაწყვიტა, იმიტომ რომ ეს არ იყო რაღაცა პირადული სახელმწიფოს ზრუნვა. არა, ვიცი რა მიდიოდა რა. რა ხდება, რომ ჩვენ უყურებთ ამ ძიძგილაობას და არავინ არ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ამ პრობლემებზე ისაუბროს. მე იმ ჟურნალისტებისაც გამკვირვებია, რომლებიც არ სვამენ ასეთ კრიტიკულ კითხვებს. რომელი ჟურნალისტები? თუნდაც საკუთარი მათი ტელევიზიები, გაუფლების ძალით დასვამენ ამ კითხვებს. ვინ მიცემს ამის უფლებას? და ეს არის ცუდი. არა, აქ შეიძლება აგე თავისუფალი ლაპარაკი და კიდე ხო, ნუ პალიტრაზე შეიძლება ცდილობს ობიექტური იყოს. სხვაგან რა? ვერც ტელევიზიაში. აი ამათ ჩვენ არ გვეკარებიან არ მოდიან თორე სიამოვნებით. ხო, ნუ ახლა ეგეც ის არის, იმიტომ რომ კომფორტული ის უნდათ და მაგით წააგეს დემოკრატებმა, CNN-ს რო ელაპარაკებოდნენ. მაგით წააგეს, მეტი არა. და CNN-ი რო დღე-დაღამე ტრამპს აგინებდა. და ამ დროს ხალხს ამოუვიდა მეთქი ყელში ეს ამბავი და ის ნორმალური ხალხია და ვისაც მანამდე მისვლა ეზარებოდა და თუმცა ტრადიციულად განწყობილი ადამიანი იყო აი შუა ამერიკა რა. აი ნიუ-იორკი რო ამოიღო და სან-ფრანცისკო, ხო? ნაჩენი ამერიკა შრომელი წესიერი მორწმუნე ხალხია. იმ ხალხმა აღარ დაიზარა რა. მივიდნენ და 7 მილიონის უპირატესობით მოიგო, ხო, თუ არ ვცდები. არ ყოფილა დიდი ხანია ეგეთი რამე. ტრამპმა მოიგო, ამერიკელებმა მოიგეს რა. ეს რაც გინდა ცანცარა იყოს ახლა არ მინდა რაღაც ასე ადვილია პრეზიდენტებზე ლაპარაკი. ხო, რაც გინდა იყოს, მაგრამ ამერიკელმა მიცა აი ტიპს რომელიც არის ამერიკელი, სწორედ. აი მინუსებიც და პლუსებიც აქედან არის. ამერიკულია. ხო, პლუსები აქვს, ხო, აი შემართულია, შეუპოვარია, ნიჭიერია, ხალისიანია, ტრადიციულია. ნუ მინუსები აქვს ზერელია, ხო? დარწმუნებულია ამპარტავანია, ხო? ეს ამერიკული პლუსები, მინუსებია. მაგრამ ტიპიური ამერიკელია. ტიპიური. და თავის თავს მიცეს ხმა. ჩვენ ზვიაც რომ მიცეს ხმა. თავის თავს მიცეს ქართველებმა. ელცინს რო რუსებმა მიცეს. თავის თავს რაც არიან ისეთი იყო ელცინი. ხო, მათ აირჩიეს აი ლოთი, ხო, ესე რაღაცა ტოლუ ტიპი. ანუ რუსის ოცნება. თუმცა ელცინს ამერიკასთან სტუჩკა ეს. კარგი ოჯახიშვილი გადათლებული სიმპათიური თავაზია. ხო, ანუ რაზეც რომ ნაცია ოცნებობდა, იმ არჩევნებში გამოჩნდა რა. ეხლა რომელი როგორ არ ვამბობ რომელმა რა გაამართლა როგორ ქნა. არჩევნებში გამოჩნდა როგორც კი საშუალება მიეცა ამ ორ ნაციას, რომელს რა იდეალები ჰქონდა და შევადაროთ რა. შევადაროთ. აი ელცინს ამერიკანსკაია შტუჩკას უწოდებდნენ, დღემდე უწოდებენ ასე. იცი როგორ არის, ეხლა მე ხო ვიცნობდი კარგად გორბაჩოვს, მას სხვათა შორის გარკვეული პატივისცემა მათ მიმართ დამრჩა, იმიტომ რომ ეს არ იყო სახომარო საქმე კომუნისტებისთვის ხერხემლის გადატეხვა საბჭოთა კავშირში. ეს დიდი საქმე ქნეს. ძალიან. და სოფლიო უფასებს კიდევ უფრო მეტად დაუფასებს თვითონ რუსებიც როცა ნორმალურები გახდებიან. ეხლა მოღალატეებად ითვლებიან ორივენი. ხო და რა თქმა უნდა ეს ექვემდებარებოდა შეერთებულ შტატებს. მე მაგალითად და თან ცოტა არასტაბილური იყო ამის მისგანაც ისედაც აი ზვიაც როცა ლაპარაკობდით ხო ნუ გავინაწილეთ რომ ზვიადი ელცინთან იმუშავებდა მე შევხვდი ელცინს და მოველაპარაკე და ზვიადი და მე გორბაჩოვთან ვერიდან და გორბაჩოვს ზვიადი და საუბრობდით ხო რა და როგორ ხო და რო ჩამოვარდებოდა ლაპარაკი ამერიკელებიც კი გვეუბნებოდნენ რომ ეხლა რუსებთან დაალაგეთ მე რო ვიყავი ხო მკითხეს იცოდნენ რომ მოსკოვში ზვიადი მე მიშვებდა და ნუ გორბაჩოვი თავდება მეთქი და ელცინი ამოდის ეს არის თებერვალი რა გაზაფხული 91 წლის და ხო ჩვენც ასე ვაფასებთ ოღონდ ჩვენი პრეზიდენტიო ბაიბულში არ არისო ეს მამაბულში იდიოტი მართლა ხო და რუსებთანო იკონტაქტეთ აი ეს მონაკვეთი აქ რო ტიპები რო ვიღაცა ხრები რო იძახიან არ წარმოდგენა რო აქვს ამერიკელებმა არავის არაფერი არ წაუქეზებია ნიქსონის კი რა რო იყო ამას გვეუბნებოდა ეს მონაკვეთიო გაიარეთ მათთან ერთად მართლაც ასე იყო ზვიადი იყო ელცინის ბანკეტზე პრეზიდენტობის თამადა საერთოდ
და მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. მე ჩეჩნეთის გამო დაიძაბა ეგა და მაგრამ რა თქმა უნდა ზვიაც აი ვერ ვეძალებოდი რომ მე თქვა რომ აი რუსებთან ელცინთან ხო რაღაცა ისე მჭიდროთ იმიტომ რომ არ მქონდა იმის იმედი რომ დაეჯერებინა ჩემთვის და მე იმას რომ გვერდი ექცია თავი ხომ ექნებოდა მოსაკლავი არა და აქცევდა აუცილებლად ისა აუცილებლად შოთაშორის ამ ხრივ ეს ხო პარანოიკია პირშავი პუტინი ეს უფრო სიტყვის კაცია პუტინი უფრო სიტყვის კაცია იმასთან შედარებით არა იმასთან ამას იცი როგორი სკოლა აქვს რომ ამან იცის რომ რაც გინდა სუსტ კაცთან დაარურია ბავშვთან უსუსურთან პირობა სადღაც უსათო დაგხვდება ეს ამბავი ამან იცის ამიტომ დახვედრია ხოლმე იმელა ლენინგრადში ამ შავებთან ურთიერთობაში ჩეკაში იმაში ეს ხო იცი ეს ჩაბეჭდილი აქვს მას რომ არ შეიძლება ეგეთ რამეები პაცან ზაბაზარად ვიჩაით ესა მათი არა ხელისუფლებას რო ეს ლოზუნგი ექნება ხო ეგ ლავროვმა თქვა მე რამას კი არ ვიგონებ და კი არ ვესწრებოდი მათ ლაპარაკს ლავროვმა თქვა პუტინზე ხო არა გისმის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს პრეზიდენტზე ლაპარაკობს ლაგერის ენით აქ ყველაფერია ნათქვა სამწუხაროდ და ძალიან ცოტა დრო დაგვჭირა რამდენიმე წამი როგორ ფიქრობთ მოვიდა დრო უკვე რომ ხელისუფლებამ ცოტა გონივრული ნაბიჯები გადადგა დიდი ხანია ძალიან და ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი ნუ იცი არც იმდენი ოღონდ რამდენიმე მიმართულებით და ხელისუფლებას ეს უპირატესობა აქვს რომ მას შეუძლია ეს გააკეთოს ხო შეუძლია რა პრობლემა აქვს მაგალითად ყველა რეიტინგით პირველ ადგილზეა 35%-ზე ქვემოთ არ ჩამოდის თუ კარგად იმუშავებ ხო პროპაგანდა დახარჯავ შენ ხელშია რომ საქმე უნდა გააკეთო ჩაატარეთ არჩევნები ნებისმიერი ტიპის დაისწარი მეთვალყურეები თორე აგერ მე ნეიტრალური კაცი ხო მართლა ნეიტრალური ერთია მეორეს მიმართ ახლა ფიქრობ რატო გეშინია ესე გეშინია ესე იგი რა შენ იცი რომ აგებ რაღაც გამოკითხვებით აბა რატომ აი ეს უნდა მოხსნას ამ დასავლეთთან ურთიერთობაში ნაწილში მართალია ყველაფერზე გატკაცუნებაზე ხო არ უნდა ვიდგეთ სმენაზე მაგრამ რატო ილანძღები და იგინები აი შენი ვიღაცა შნირები რატო ილანძღებიან არ შეიძლება და სხვანაირად ბიჭო და როცა გაბრალებენ აი იდიოტი უილსონი რო ეგ რაღაცა უცნაური ხო ის რო იძახის რომ ოპოზიცია გააგდეს პარლამენტიდანო იქ ერთი კაცი როგორ არის ნუ ელჩი არ იყო მოვალეობის შემსრულებელი რომ ბრიფინგი ჩაატაროს რო არ გაუგდია არავის არ გაუგდია აი ეს რატო არ გეთება ვერ გავიგე ხო არ ვიცი ჩემცაც გაურკვეველია რაღაცა ნიშა აი რაღაცა დაჭერილი აქვს რომ ეს ეროვნულობით манипуляცია და ფიქრობენ რომ ამითი ძალიან შორს გავლენ მაგრამ ეს არის რაღაც გარკვეულ დრომდე თავისი საზღვარი და დრო ბოლოს ადგური რა დიდი მადლობა მადლობთ და იმედია რომ ამ ხელა ინტერვალით აღარ დაგვემშვიდობებით და როგორც გადაწყვეტ კი ბევრი სასაუბრო გვექნება რომ ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები დიდი მადლობა მე ცოტა ხანში დაბრუნდები ეთერში